ორსულობისა და ბავშვის აღზრდის პროცესში მშობლების მხარდამჭერი პოლიტიკის არსებობა აუცილებელია. ღირსეული ანაზღაურებადი შვებულება კი ამ პოლიტიკის მნიშვნელოვანი კომპონენტია. მაგალითად, ანაზღაურებადი შვებულება, რომელიც ორსულობისა და მშობიარობის გამო გაიცემა 126 დღე, ანუ 4 თვეა. შვებულება ბავშვის მოვლის გამო კი, რომელსაც ან დედა იყენებს, ან მამა, ან ორივე მშობელი ინაწილებს, ორთვიანი. არსებობს გავრცელებული მოსაზრება, რომ საჯარო სექტორში დასაქმებული ქალები 6 თვის განმავლობაში ხელფას სრულად იღებენ. სინამდვილეში, კანონით ამ უფლებით მხოლოდ საჯარო მოხელის სტატუსის მქონე ქალები სარგებლობენ. მათი რიცხვი კი 3%-მდეა და კიდევ უფრო მცირდება. ამავე უფლებით სარგებლობენ საჯარო სკოლებში დასაქმებული მასწავლებლებიც. როცა ქალს არც საჯარო მოხელის სტატუსი აქვს, არც საჯარო სკოლის მასწავლებელია. კერძო, თუ საჯარო ორგანიზაციებში მენეჯმენტის კეთილი ნებაც არ არსებობს, ოჯახი სახელმწიფოსგან ერთჯერადად მაქსიმუმ 2000 ლარს მიიღებს. 2000 ლარი 6 თვეზე რომ გადავანაწილოთ, მხოლოდ 333 ლარი გამოდის. ეს კი მაშინ, როდესაც საქსტატი ამბობს, რომ ერთი ადამიანის საარსებო მინიმუმი 260 ლარია. საქართველოში არსებულ გამოწვევებს შორის ყველაზე მთავარი ისაა, რომ ქალები, რომლებიც მუშაობენ, შვებულების დროს სათანადო ანაზღაურებას ვერ იღებენ. აი, შრომითი კონტრაქტის გარეშე დასაქმებული ქალები კი ანაზღაურებას საერთოდ ვერ იღებენ. გამოწვევა ისიც, რომ მამებს ცალკე დამოუკიდებელი შვებულება არ აქვთ. არ არსებობს არც 2 წლამდე ბავშვებისთვის განკუთვნილი სახელმწიფო, ანუ საჯარო ბაგა-ბაღები.